რას ნიშნავს ემპათია? შეიძლება გაგუჩნდეს ესეთი კითხვა. ემპათია ნიშნავს თანაგრძნობას. თანაგრძნობას ორ ადამიანს შორის. ურთიერთობას ისე, რომ ისინი არიან თანაგრძნობაზე დამყარებული. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ, როცა მე ვარ ნაწყენი, სევდიანი ან დაღლილი, ის ადამიანი, ვისთანაც მაქვს მე მჭიდრო ურთიერთობა, უნდა თანამიგრძნობდეს მე და უნდა ამბობდეს, როგორ მესმის შენი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. ამ ფრაზებს ამბობს ემპათიური ადამიანი და ამით მარწმუნებს, რომ ის ჩემს მიმართ არის ემპათიური. როდის იწყება ემპათია? მოდით ამაზე ვისაუბროთ, ამას ჩავუღრმავდეთ. ემპათია იწყება მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბავშვი არის მუცლად მყოფი. ხო? რაც არ უნდა გასაკვირი, გასაოცარი გვეჩვენოს ჩვენ ეს, ემპათია იწყება მუცლიდან. ჩვენ ემპათიური მშობლები თანაუგრძნობთ, პატივს ვცემთ, გამოვავლენთ სითბოს მუცლად მყოფი ბავშვის მიმართ. ემპათიას ვიწყებთ ჩვენ უკვე იმ პატარა ნაყოფის მიმართ, რომელიც არის მუცელში, ვეფერებით ხშირად, ვუმღერით ხშირად, როცა ის ბრახუნობს შიგნიდან და მოძრაობს მკვეთრად, კი არ ყვირით და კი არ ჩხუბობ, არამედ ვეფერებით და ვამშვიდებთ მუცელს, რომ ბავშვმა იგრძნოს, ხო, ჩვენი თანაგრძნობა, ჩვენი დახმარება, ჩვენი ახლოს ყოფნა. აი, აქედან უკვე პირველ საწყისები ჩდება ემპათიურ ურთიერთობაში. როცა ჩვენ ესე ვეპყრობით საკუთარ მუცელს და მუცლად მყოფ ბავშვს, ის ყველაფერს ამას ეჩვევა, ამ სითბოს იღებს და შესაბამისად, როცა ჩვენ განვიცდით სტრესს, განვიცდით დიდ სიხარულს და ჩვენი ჰორმონები გამოყოფენ ადრენალინს, ბედნიერების ჰორმონებს, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ესმის ჩვენს შიგნით პატარასაც. მასზე კარგად არავინ იცის ამ ქვეყნად როგორია თქვენი ორგანიზმი შიგნიდან, როცა თქვენ განიცდით ცევდას, წყენას, ბედნიერებას, როგორ იცვლება სისხლის მოძრაობა, როგორ იცვლება გულისცემა, როცა თქვენ გიხარიეთ ან ხართ გაბრაზებული. ეს ის ინფორმაცია, რომელიც ბავშვმა იცის, ჯერ კიდევ აი იმ პატარა ნაყოფის დონეზე და რომელსაც ის ინახავს საკუთარ მეხსიერებაში, თუ დედამ არ დაიწყო დისტანცირება პირველივე დღეების პერიოდში. როცა დედამ მაშინ როგორც კი გაჩნდა ბავშვი, დაიწყო კანი-კანთან კონტაქტი, მისცა ბავშვს უფლება დაწოლილიყო ბავშვი კანთან და გულისცემა ისევ გაეგო და ბავშვი გაეკეთებინა, ის პირველი პარალელები, რაც ნიშნავდა გულისცემას შიგნიდან და გულისცემას გარედან. ეს არის ის ბაზა, ის პატარა-პატარა ფუნდამენტები, რომელზეც მერე მოხდება აგურების აწყობა.